ჩვენი შოუ 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 საღამომშვიდობისას ვიფასო მეგობრებო, მოგესალმებათ ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. ილოცავ ჩობა ახალ წელს, სიკეთე და სიხარული არ მოკლებოდეთ. დღევანდელი გადაცემა თავიდანვე ხალისიანად რომ დავიწყოთ, პირველ სტუმრად მოვიწვიოთ ცნობილი პაროდისტი და იუმორისტი ბატონი დავით როსტომაშვილი. ილოცავ ჩემო დავით, ჩობა ახალ წელს, შენ და შენ ლამაზ ოჯახს. დავპირდი მაყურებელს რომ ხალისიანი გაწყობით დავიწყებთ მეთქი და აბატონო გადმოგცემ სიტყვას. ენაცვალე, კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ წელიწადში თქვენ სტუდიაში. გაიხარეთ. ჯანი ჯანმრთელობითა, სიკეთე კარგად ყოფნით და გახარება გამრავლებითა, მოშენება მოჯიშებითა. უშეგენაცვალე. ილოცავ, ჩობა ახალ წელს, სუპელა თქვენ საქართველოს. სიკეთე, ხვავი, ბარაკა, ჯანმრთელობა, მშვიდობა, რაც თავარია და გაგება. ისმინოს ღმერთმა. ესე იგი ამ წინა საახალწლო პერიოდში ეს შავი პარასკევი ხო გადმოიღეს, საოცრებებს რო გადმოიღებენ ხოლმე, მაგრამ ეხლა თურმე მართლა ფასდაკლებები ყოფილა, მე იმით ხვდები შავი პარასკევი რო არის, სასოფში ვდგავარ ხოლმე 3 საათი. შავი დღე არის ძღოლებისთვის. ხო, შავი დღე არის ძღოლებისთვის, აეროპორტის ტრასა რო გაიჭედება, გლახად არის საქმე ისე. ხო და 9 შვილიანმა გურულმა ოჯახმა იყიდა შავ პარასკევს საოცრება დიდი მაცივარი. მიიტანეს სახლში და მთელ ოჯახში აქ არეტევა კარში და აბა ეჯაჯგურებიან და გამოხედა მეზობელმა და გრამიდონა, რადგინოთ მათქელა მაცივარი რავა, გჭება შეუჯმელი რამე თუ? წინა საახალწლოდ თბილისიდან სტუმარად ეწვია ბებიას, შვილიშვილი რა და ეს ცოტა სუღლუტი შვილიშვილი იყო რა და დილას კარგად არის რა ეს. ჩიტებს რო მოვაქვთ ისეთი ამბავი აქვს მოცანილი და ბებო მუთხრა რომ კვირა არისო დღესო და ძროხა გამიყიდეო ბაზარზე მე აღარ შემიძლია შვილო. კი ბებო რაზეა საუბარი უთხრა და წაიყვანა ძროხა საქონლის ბაზარზე და კლიენტი მივიდა და ვაიმე რა კარგი ძროხაა. რამდენი სიწველებაო? აუ ზუსტად არ მახსოვს რამდენი სიწველება, მაგრამ მაგარი პატიოსანი ძროხაა, ძმაო რასაც შეძლებს იმენა მოიწველება. ამ ზაფხულს ბათუმში საბანო კოსტუმში გამოწყობილი ტურისტი მივიდა პოლიციაში და განცხადება გააკეთა რომ გამძარცვესო. გაუცდა ეს პოლიციელი კაცო ახედა ჩახედა. როგორო ქალბატონო? აი ჩვეულებრივად თუ გამძარცვესო. კი მაგრამ ფული საიდან წაიღესო? საიდან და ბუზღალტერიდან. რანაირად? ხელი ჩამიყო და წაიღო. მე ხელი რო ჩაგიყოთო, არაფერი არ უთხარითო? იცით რა მე მეგონა კეთილის რახვები ამოძრავებდაო. სასუფეულის კარიბჭესთან 64 ჯოჯოხეთის გასაყარზე მამაკაცების რიგი დგას, თვალს ვერ გააწვდნენ რა. გამოვიდა მიქელ გაბრიელი, გადახედა ესე. ვისაც ცოლისთვის ერთხელ მაინც გაქვთ ნაღალატები, ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგით. სულ ყველამ გადადგა ერთი ნაბიჯი ერთის გარდა. ყველა ჯოჯოხეთში და ეს ყრუსთან გაიყოლეთ. მონადირეები ხო საოცრებებს ყვებიან ხოლმე სულ და ქუთაისში ხან ორი მონადირე ლაპარაკობს. იცოდიო, უჯო, ჭიჭიკი ეს ზაღლიო ლაპარაკობსო? კიო. სიდან, ой. ჩემმა ზაღლმა მითხრაო. მან Facebook-ში ხო ყველაფერს წერენ რა და ესეთი განცხადება წავიკითხე ამ სინებზე რა. ყველაფრით უზრუნველყოფილი სამგზის ქვრივი მამაკაცი ვეძებს ცხოვრების თანამგზავრს. საყვარელი საქმიანობა სოკოს კრეფა და მომზადება. ორი მეგობარი ზის რა და საუბრობენ. ერთი კითხულობს ისეთი ჩაფიქრებული რომ ჯო ნეტაო აი ადრე ქალებს რა მოწონდა თუ კაცებშიო. როდის ადრეო? აი სანამ ფულს მოიგონებდნენო. ჩემი მეგობრის მამა თემურაძეა რა და ეხლა არის 70 წლის. და ეხლა 50-ს რო გადაცდები ხო ის ფორმაში გინდა იყო და ყოველდღე ვარჯიშს რო იწყებ რა.
ამას წინაზე ვიყავი მისული, მე ვარ, აი 60 წლის რო გავხდი, ხე 70-ის არის. ვიფიქრე, რომ ფორმაში უნდა ჩავდგეო რა. სპორტულები ვიყიდეო და დილიდან ვიწყებ ვარჯიშსო. ავდექი ჩავიცო სპორტულებიო. კარი რო გამოვაღე ეზოს კარიო კაცო. მე ვიფიქრე, მოდი ეხლა აი აქედან პირდაპირ სირბილი წავიდეო. სანამ აი აქედანო გავალოავლაბარშო, რო დავიღალო უკან წამოსვლა ხო მინდაო. მოდიო ჯერ ფეხით ნენელა გავივლი, თან გავხურდებიო. და მე იქიდან წამოვარ სირბილით, ამ ფიქრებში მივედიო,ავლაბრამდეო. მოვტრიალდი უკან და რო ავწიე ფეხი რო უნდა სირბილი წამოსულიყავი და მანქანამ გამიჩერა თემურაძეა სახში ხوار მოდიხარო. დავჯექი მანქანაში და ის სპორტულები ისევ ახალი მაქვს. რამის ბავშვების მეგობარია 3 წელზე მეტია მეგობრობთ რა ხვიჩა პირველი. ხო და ერთადერთი ქალიშვილი ყავს ქორწილი ქონა ეხლა ხანს რა და ნუ თამადა ვიყავი რა და ჩავატარეთ საოცრად და ეხა იცი სიტყვა ზუნწი არის საერთოდ არ ლაპარაკობს ეხა მეუღლე იმერელი ყავს სანტრედიელი არის წარმოშობით და ნუ მაიკომ 1000 მადლობა და გამოგვაცილეს მანქანები და ხვიჩას უნდა რომ მომეფეროს რა გამომხედა რა დათო გენაცვალე შენ ხარ ხალხის თხოვნით დაბადებული კაციო ხალხის მადლობა გადა კარგი ფორმულირება ო მადლობა გადამიხა ახალწლების მერე ხო ის დრო არის რომ გინდა რომ დაისვენო ძველ ახალწელსაც რომ შეხვდე ხო და დაჭუჭნული ორი მეგობარი ხდება ერთმანეთს რა უკვე აი დასვენების პერიოდი რო იწყება როგორ ახარო არა მიშო შე როგორ ახარ მეც არა მიშო სახში როგორ ახარ კარგად შე როგორ ახარ კარ ბავშვები როგორ არიან კარგად მეუღლე როგორ არის ალკოჰოლიზმით იტანჯებო რასო კაც სვამსო არა მე ვსვამო ახალგაზრდა ქალბატონი მივიდა ეხოსკოპისტთან რა და ვაიმეო ექიმე მე მგონი ფეხზე მეთავარო რა და ასაკი მაინტერესებსო რა გასინჯა და პირველიაო არა მე 7-იაო უთხრა ისე გოგო გინდოდა თუ ბიჭიო ისე ექიმო მე საერთოდ თასმები შეკრვა მინდოდაო კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მრავალი ახალი წელი ერთად გაგვაძლიეროს უფალმა და გვაფეროს ერთმანეთს. გაიხარეთ, ჩემო დავით, ჩვენი სტუმარი გახდათ დავით როსტომაშვილი. ულამაზესი საახალწლო სიმღერა აჟღერდება ახლა ჩვენ შოუში, რომელსაც შეასრულებენ სიმღერის ავტორი და ჩვენი დიდი მეგობარი დათო პორჩხიძე და მისი მოსწავლე თამარიკო ბოლაშვილი.
მოსათოს რაღაც უცი გელოდები გამოდიგარეთ რომ ერთად ავიხდინოთ ოცნება თოვლი მოსულა და გამოდიგარეთ და გაშემოაღებს ახალი წელი მალე და გარეთ ისევ რაღაც უცი გელოდები გამოდიგარეთ და გამოდიგარეთ რომ ერთად ავიხდინოთ ოცნება და გარეთ ისევ დოს ჩვენი შემდეგი სტუმარია ჯგუფი ბანი. შემოძმებო და მეგობრებო, მადლობა მობრძანებისთვის და გილოცავ ჩობა ახალწელს. თქვენს გილოცავთ. ყველას ულოცავთ შობა ახალწელს. რომელ რეგიონში ჩადიხართ თქვენ ყველგან როგორც წესი ესეთი აი წელგამართულები ჩადიხართ. ჯერთ იმიტომ რომ ძალიან უყვარს ჩვენ ხალხს და არა მარტო საქართველოში, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით თქვენი შემოქმედება და თანაც თითქმის ყველა რეგიონზე გაქვთ სიმღერა დაწერილი, მაგრამ ახლა ჩემი დედულეთის მხრიდან მინდა გავაჟღერო ამ ახალ წელს ერთი ასე ვთქვათ კითხვა რომ გურიაძე როის მეისლი და როის დაწერთ გურიაძე სიმღერა. გელაგი პასუხობთ. გურია შემდეგი სიმღერა იქნება გურია. დაწერილი. დაწერილია. გელაგის დროლა. არიქა, ესე იგი გურია გავაშანშალეთ. გურული ტემპით გვაძალებს. ჩავწერთ მალე. ლაგოდეხის კონცერტის ფრაგმენტი ვნახე სოციალურ ქსელში. როგორც ასე თქვენ სიმღერებს ისე იმეორებს ხოლმე მაყურებელი ზეპირა თისიან და იქვე ცეკვავდნენ და მერე კომენტარი შემხვდა ერთი ძალიან საინტერესო და ისეთი საყვარელი კომენტარი. თქვენ ცნობილ აჭარულზე იყო მინაწერი. ჰოი ნანინა ნანა, ოჰოი ნანინა ნანა, ანუ კომენტარი დაყვაკაცებს. აგულიანი და ასეთი კომენტარი წამოყვა. რაც საიღრა აფრი რომელი რეგიონი და კუთხეა დაწინაურებული, რასაც ქვია, აი აყოლა და თქვენი ესეთი აქტიური ხალხში კახეთში არის კი, მაგრამ ყველგან. ეს სიმღერა სადაც ისმის ყველა ყვება და ის ცნობილი სიმღერები რაც გვაქვს ყველგან ყვებიან. ეს რამოდენიმე წელია დაიწყო ეგეთი რაღაცები. ადრე არ იყო ხოლმე ცოტა უფრო ისე იყო, მაგრამ ეხლა ყველა მღერის, ყველა ერიდებოდა. ხო, თითქოს არ ვიცი რატო, მაგრამ ეხლა ძალიან ის არის. ერთულებოდა. ერთობა ეხლა ხალხი თან თვითონ მღერის და ძალიან კარგია ჩვენთვისაც და რომ მოდიხარ, კარგია შენც რომ მღერი ხარ ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, გარდა ამისა თქვენ გასვლები გქონდა და გაქვთ აქტიური, ვიცი რომ დაგეგმილი გაქვთ ასევე ყირგიზეთში ვიცი რომ გქონდათ გასვლა ერთი კონკურსი, ფესტივალი იყო, რომელიც თან კონკურსი იყო, თქვენ კი არიგებდით მონაწილეობას, იმიტომ რომ ესე თქვენს რომ ჩვენო ფალავნებს ვეჭიდავთ და არა გოლიათებსო და ამიტომ თქვენ როგორც ვთქვათ, პატივსაცემი სტუმრები იყავით ჩასულები, მაგრამ იქ ამირა რა მოხდა იცით თვალში გაცისკრონებული თვალები თქვენი გულშემატკივრების იქაური მსმენელების მაგრამ ყველაზე უფრო გაცისკრონებული სახე ჰქონდა ბესომეტრებელს იმიტომ რომ იჯდა ესეთი იურტაში ვნახე ფოტო და ხანის ტახტზე ხოდა სუმიდო და მეკითხა მე ვეღარ გნახეთ რომ ეს სამუზეუმო იურტა იყო თუ ისე მოეწონათ რომ რომელიმე ხანმა დაგვადიდა თავის მაკურთხეს როგორი მაგაზეც პატარა ისტორია იყო რა მაგაზეც პატარა ისტორია იყო ხა უფროსი კაცი გავიცანით რომელიც იყო ყოფილი კულტურის მინისტრი რა მე მეუნება რომ შენდო წარმოშობით საინ დაახარო და ქართველი ვარ მეთქი და არა კუთხეო საქართველოში რა და რაჭველი ვარ მეთქი და არა შენზე თვალები გაქვს ჩვენი აქ სირია ქედარანი რა ხოდა მე უკიცებ არა და მოკლედ და ვისპორეცა და მერეც ეს სურათი სადაც ეს ზივარ ხანათ რომ ზივარ ჩააცვა ფორმა ზუსტად მაგის ის იყო ეგ დავალებით რომ ჩაამაცვეს ეს დაჯდა რომ გადავიღო და ხო გეუნები ჩვენი მოდი გადავიდეთ დღევანდელი დღის მთავარ მუსიკალურ სათქმელზე დღეს გვექნება ახალი სიმღერა ანუ პრემიერა გვაქვს სიმღერისა და ზანეთ შემოამინა ამ ყველაფრის თაობაზე. კი ბატონო, პირველ რიგში ისევ და ისევ მოხარული ვარ აქ ვარ და აქ გამოვიტანე. ჩვენ შევხვდით წინა ჩაწერაზე რომ აუცილებლად თქვენთან მოვიდო და ეს თქვენ შევკვირდით, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი სხვა, თქვენ შეასრულეთ და აქ ვართ. ისევ და ისევ მოგილოცავთ ყველას შობას, ახალ წელს და ყოველი წელი რომ ერთმანეთს არ გავდეს და აი ამას გისურვებ. იცით რა მინდა რომ ჩვენში, ჩვენს ხალხს და ჩვენს ერში
სიყვარული დამკვიდრებული იყოს და ამაში გავერთიანებულიყავით. დანარჩენი მე სიმღერასაც ფასი ექნება, ჭამასაც, მასაც, საქმესაც. რაც შეეხება ჩვენს სიმღერას. სულ ცოტა დროს მოვიპარავ და ვიტყვი არ მინდა უბრალოდ რომ თან ახალი წელია ისე დღებია რომ ვინმეს რამე წავართვა და გამოვჩეს. პირველ რიგში ყველას მადლობას გადავუხდი, სულ ყველას ვინც ჩვენ გვეხმარება, თუნდაც თავის ერთი სიტყვით. ყველაფრით, აი ყველას მინდა მადლობა გადავუხადო. და მინდა რომ ვინც შორს გვყავს, ყველაზე გულითადი და მაგარი მსმენელი, ემიგრანტები. აი რაულის დედიკოც იქ არის და წარმოიდგინეთ, ეხლა რა ძნელია ხარ უცხო ქვეყანაში და აქ უყურებ ამ ყველაფერს რომ შენს გარეშე ხდება რა რომ რა თქმა უნდა აგერ ბიჭია მისი და რამდენს ყავს ხო ემიგრანტი ესოს დაყავს და რამდენს ყველას აზმაკაცო სამეგობრო და ყველას მიულოცავ და ყველას ვუძღვნი ამ სიმღერას არ აქვს მნიშვნელობა თიულია მთიელია რომელი კუთხიდან არის ყველას მიულოცავ და ყველას მიუძღვნი ამ სიმღერას მთელი გული და სული ერთების სული და გულით ასევე აი ამ მილოცვაში ბატონო ახლა რაც შეეხება თვითონ სიმღერას რომ ეს სიმღერა ბიჭებზე გათვლილი არ იყო. მინდა რომ სიმართლე თქვა. კარგმა დავჭით რომ კავები არ ჩაგდაცვა რა. ორი კარგი ადამიანი შემეხვიანა. ბექა გაბუნია რომელსაც ბიჭები იცნობენ და მითხრა მთხოვა რომ არის ესეთი ადამიანი ვისაც უნდა რომ იმღეროს შენს ტექსტზე სიმღერა და მთხოვა რომ დაამეწერა და სადაც ერთი კვირა მომცავა და ასე თქვა და მე საერთოდ ეგრე არ ვწე ხა ერთი კვირა კი არა არ ვიცი მაგას ადრო დაჭედება როგორ და თან მითხრა რომ აი ლეთა უნდა იყოს აუცილებლად რომ ლეთადან არის უნდა იქნებ რაღაცნაირად თუ ეს ჰიმნივით რო იყოსო და ხა ჰიმს ხო ვერ გავაკეთებდი მართლაც და აუწერე ტექსტი რა თქმა უნდა ლეთა ვერ წარმომიდგენია ლომისას გარეშე ეგ ხო წარმოუდგენელია და არაგველების და ასე შემდეგ და დაიწერა და არ ვიცი რაღაც მოხდა შემდგომ და არ გაჟღერდა, არ წავიდა ისე როგორც მან წასულიყო მათი საქმე და მაგრამ მადლობას გადავუხდი იმათაც, იმიტომ რომ ეს რომ დაიწერა, ისინი რომ არ დაიწერებოდა და თან რომ უკან გამოვითხოვე შემდეგ ვთხოვე რომ რახან არ მოხერხდა ამ სიმღერის ჩაწერა, მაშინ მე ჩემს ბიჭებს მიუტანა ამ სიმღერას და სხვა რა თქმა უნდა გადავაკეთე იქ რაღაცები მოხდა ცვლილებები და მოვიდა აქამდე და ნახოთ დანარჩენს მე ბიჭების გვეტყვიან ნიკოლაძე ჩვენი ნიკოლაძე ვიზეს ვისაუბრებთ აუცილებლად მუსიკის ავტორი. დღეს არ არის ჩვენ. შევაწუხე რომ მეთქი შენ გააქვს რაღაც მელოდიები, მქონდა ადრე მოსმელი, რომ მქონდა და რომელიღაცა მეთქი ავიღოთ აბა ერთ-ერთი და რა თქმა უნდა ისიც სხვა რამე იყო და მე ჩართულობით ერთად ისე როგორც ხდება ხოლმე. შემთხვევით მომდა. ხო, შემთხვევით ასე ვთქვა და მელოდია წამოვიდა აქედან ნიკოლაძე მომაწოდა ასე ვთქვა და მე ბიჭები რა თქმა უნდა როგორც ხდება ყოველთვის ყველა ვიყავით ჩართული და ქაოსურად ასე და მივიღეთ ის, რასაც მოვისმენთ აუცილებლად და ეძღვნება ყველას მთიულებს, მთიელებს და სრულიად საქართველოს და ფარავდეს ლომისა ყველას და ამინ, ამინ, გაიხარეთ. მე განსაკუთრებული ენთუზიაზმით გიერთებ თქვას, როგორც შემოქმედებითი გაერთიანება ლომისის ხელმძღვანელი, ანუ ფარავდეს ლომისას მართლი რა თქმა უნდა. მოდი მუსიკაზე გავამახვილოთ კიდევ ყურადღება, სამწუხაროდ გოგა ვერ არის ობიექტური მიზეზების გამო და აქედან მოვიკითხოთ და მიულოცოთ. მოვიკითხავ. მალე გამორჯამთელება უსურვოთ, როგორ მიდიოდა მუსიკის მომზადება. ყველაზე მთავარი იყო ამ პროცესში, რომ აი რაღაცნაირად, რა სხვა კი ხა ამდენ მუსიკას ვაკეთებთ რაღაც, მაგრამ რაღაცნაირად მადლი მოქონდა რა მუსიკას, რა, იმიტომ რომ რაღაც, იმიტომ რომ ლომისა ის სიტყვები და ძალიან დიდი მადლი და ხო, თან ვილოცებოდით რა თქმა უნდა, ხო, და რაღაც სხვანაირი მადლით შეიკრა ეს მუსიკა და ძალიან გვიხარია. აი გულწრფელად გეტყვით რომ დიდი ხანია მე აი ესე არ მოხვედრია გულში თქვენ შესრულებულ სიმღერა მე იცით რომ ყველა ძალიან მომწონს, ყველას თავისი ფერი აქვს, მაგრამ ამას ის მუხტი აქვს, რომლითაც დაიწყო ვარმა თავისი პირველი ნაბიჯების გადადგმა და დაეჩედგეს დღეს პრემიერა აი ამ შვენიერი სიმღერისა. აბა გთხოვთ. ომისას ჩაჭვი კიდია არავინ იცის ვისია ისეთ მამა შაირტყას ის დარების აღირსია Tiel karis helpa tatrad celi
ჭუბას რომ გვიქათისა ერებმა სარებს შემოყრეს ლოცულობს მთელი ერია გიტება ღმერთსა მაღალსამ თანით სამასამ ჰერია რადმოცეც ვინდა მომისა ზემოდა ქვემო ლეთისა დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ჩვენს დიდ მეგობარს უნიწერეს ჯგუფს ბანი. ჩვენი სტუმარია სახელოვანი ანსამბლი ერისიონი. ხოთ შეეგებოთ ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელი შერმადინ ჭკუასელი და ანსამბლის დირექტორი ვანო ჩხაიძე. სიმღერების მე იბატონო მოგესალმები ჩემო ძვირფასო ხალხო მეგობრებო და გილოცავთ ჩობა ახალ წელს სული და გულით მეც გილოცავთ ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და თითოეული ჩვენთაგანი ღმერთი ჩვენს ტელემაყურებლებს სრულიად საქართველოს ულოცავთ გამრავლება გახარება გამარჯვებები გამთლიანება და რა ვიცი ყველაფერი სიკეთე ყოფილა ენაცვალე გისმინოთ ღმერთმა ყოველთვის მიხარია თქვენი მომზადება და ამ საახალწლო დღეს რა თქმა უნდა ერისიონის გარეშე ვერ ჩავატარებდი და ყოველმხრივ შემკული ხალხი ხართ ურთიერთობა სიტყვაპასუხი სიმღერა და თან ის ლამაზი ისტორიები რომლებიც არ გელებათ ხოლმე ჩემო ვანჩკა შენგან მინდა რომ დავიწყო კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემო გია მოწვევისთვის ახალი წლის წინადღეებია და ახალი შეუღლებული ვარ ჩემო გია ეს არის 80-იანი წლები 86-ში შეუღლილი და სამძმაკაცოში სამეგობროში პირველი ვიყავი ვინც ცოლი მოვიყვანი და პირველი შვილი საძმაკაცოში შემეძინა მე ბატონი ირაკლი კი ბატონო ირაკლი არის 2-3 წლის რა და საახალწლო სუფრა მაგარი კეიფი მიდის და მოკლედ შეკლული მყავს თელი საძმაკაცო ხელში და პირველი საძმაკაცოს პირველი შვილი და მოკლედ რაც ამაზე ვიფიქრე და და რომ ბიჭი მოვლენილი ყო ამ ქვეყანას და რას ამაზე ვიფიქრე და მოკლედ ამ ვიფიქრეს ვიძახი აწვევი ფიქრს მიდის სადღეგრძელოები მოკლედ და მოვიდა შვილების სადღეგრძელო და ამ შვილების სადღეგრძელოზე გავაგრძელე რაც ჩემს ბაშკაძე ვიფიქრე და ბიჭი გამოსულიყო და ამბავი და ადგა ახლა ერთი ძმაკაცი დამილოცა შვილი მეორე ძმაკაცი დამილოცა შვილი მესამე და მოკლედ არის ირაკლის ქებადიდება და ეს ირაკლი კაცო ხან ხავზე ახტება ვიღაცას ხან რაღაცა ესროლა ხან ისა ხან ეს შუშხუნა თუ მაშხალა გაუკეთა ყუში კაცას ირაკლი არის ამ მოკლედ არის საშინელ დღეშია რა საშინელ დღეშია და მოვიდა ერთ ჩემი ძმაკაცის ჯერი და უყურებს ხახა ერთი ფემიძე და გაგიმარჯოს ვიზია, მაგრამ ნაფიქრალი შენ არაფერი არ გეტყობა. ასე დამილოს. კიდე ერთი რამე გამახსენდა. ასე ზამთარია, ახალი წლის დღეები მოდის და ეხა მისმენენ ჩემი მეგობრები, ვინც არის ამის თანამონაწილე ამ ამბის, ყველას კიდე ერთხელ მიულოცავ ახალ წელს. მოკლედ დიდი თოვლი მოვიდა ქუთაისში. მოვიდა, ნუ აი 2 დღეში რაღაცა მეტრო ნახევარი თოვლი მothoვა. აი მოვიდა რა ესე და ნუ კატასტროფა, აი პარალიზებული გახდა ქუთაისი, ნუ აი გადარეულია ქალაქის მერი, ყოფილი მერი, ჩვენი მეგობარი, გვარი დასახელს შეგნებულოთა რომ
მოკლედ გამოიზახა ყველა სამსახური რა. აპა ღამის 3 საათზე შეკრიბა სულ ყველა არის ერთი ამბავი ატეხილი მოკლედ აპა ვის სად უჭირს როგორ უჭირს აპა მივეხმაროთ აპა მითხარი შენთან რა ხდება ეუბნება ერთ სამსახურის უფროს აუ ბატონო მერო ასეო ჩვენთანო ბოძები წააქცია თოლმაო დენი არ არისო ჩივის ხალხიო აუ საჩივარზე შემოდისო აუ მიხედე თუ ერთი ამბავი აქ მოკლედ კი ბატონო გაიქცა საქმეზე ის აბა შენთან რა ხდება ჩემთანო ბატონო ასეო გორაზეო დიდი თოვლიაო გავთოვლეთ დავყარეთ მაგრამ რა გინდაო 1-15 წუთში ისევ აქ ხალხი ჩივის ერთი ამბავია საჩივარზეო რომ ვერ იძრევა ხალხი ჩხარა მიდი მიხედო გააქცია ესეც ახეთ მესამეს კიდე იქ სადაც გარდაცვლიაო ბატონო ყინული ვერ შეაქთო მეტრანახევარია თოვლი ქუთაისში არის ამაზე ერთი ამბავი ატეხილი და მოკლედ დაცოფა სულ ყველა ბატონმა მერმა და ერთ-ერთი სამსახურის უფროსი არის სასაფლავების გაერთიანების უფროსი და ბატონო აგერო ბატონო მერო ჩემთან ყველა ჩემს ტერიტორიაზეო ჯერჯერობით პრეტენზია არავის არ გამოუხატავსო საჩივარი არ არის შემოსულიო და შვენივრად შეუგენ მეტრანახევარ თოს ბატონო გადი აქედან მომშორდილი წესრიგშიაო ყოველთვის ამ სულ სასიკარულოებავი ერთი ხوارმოჩდა მაინც შერბად გულბაზო შემძარი გენაცვალე მოდი გურიიდან დავიწყებ ჩემოია კი ბატონო ძალიან ხშირად ვიყავით ხოლმე იქიდან სკოლის პერიოდში სადა ხა აჯობია შობას და კალანას გურიაში რა თქვი დაახლოებით მახსოვს კარგად და ჭაყავს დიდი 10 მეტრიანი სიღრმის და საიდანაც ტუმბავს წყალს რეზერვუარში რომ მე სახში განაწილდეს ეს და ახლა იქ მატორს ეძახიან ხო ბიჭო არიღებს ეს მატორი ამ წყალს ჩადმული წყალში ამბავით ჩაკიდე ჰაერი ხوار შეიტანა და და ლამის კონსილიუმი მოვიწვიეთ მოკლედ რისი ბრალია რა არის და მოვიდა მეზობელი როლანდი აკოს მიმინაშვილი ერთი უბედური ენის პატრონი ხო და ჯერალე რო დაინახა რაღაც არ მოეწონა ახლა ამის მოსვლა მან და მაინც მივიდა ამ ჭასთან და ასე ხო ეს ჭა და უყურა შემოუარა აქედან ჩახედა მე მეორე მხრიდან შემოუარა იქიდან ჩახედა ჯემალი ერთს გეტყვი რა იყო ამ მატორებს დიდი გლახათვისება აქვს ერთიო რაო და წყალი თუ არა კი არა მეიღებს ცოტა წყალი რა ხედა ხო ვერ ხედავ ვერ წდება ის და ვერ კაჩავს გლახათვისება გეტყვი რა თუ არა კი არა მეიღებს რეაში აი კეიფი მიდის პატარა შემადგენლობა ასე თქვა და ელგუჯა ხომერე კი იყო ერთი სულიად ხონა ვერთა ექიმი შესაძლოა იუმორის პატრონი და გადასარევი პიროვნება და ზევართ ახლა და მამა ჩემია ბიძა ჩემი ელგუჯა და ცხოვრებული ბიძა ჩემი ჯუმბერი სულ დასინოდა და ჩვენ თავგასიებულა და დიდი თავი გაქვს და ასე და გაბრაზდა ჯუმბერა და გაიქცა და მოიტანა სანტიმეტრი კევიზო მოთაღა თავები უთხრა საიზომის და ჯუმბერას აღმოჩნდა ყველაზე პატარა და ამას ორივეს უფრო დიდი მაგრამ ჯემალის და ამ ელგუჯას ბიჭო ელგუჯა უყურებს კი აღმოჩნდა ყველაზე პატარა თავი მაგრამ აჩნიაო აუ თავზე გამახსენდა უნდა უკვე კარგად ჩანს ნამდვილი ამბავია ნამდვილად საოცარი პიროვნება 70-იან წლებია რა თვითონ მოყვა რა ეგ აი ნუ ჯუმბერის და მათი თავი მონაგონია იმხელა თავი ქონდა მას და რა მითხრა პარიკახერება უნდა მოვკლავ იძახს რა იყო რა გითხარ ქუთაისში ხდება ჯო 3 საათი იყო შუადღის ხო და შევარდი უცე პარიკმახერთან და დავჯექიო და შემკრიჭო უნდა უთხრა შემკრიჭო და გამპარსები ძა მაგთავიო და ადგაო ბიჭო ეს პარიკმახერიო ეს და მიყურებს ესეო და გევიდაო ასე გარეთ და გახედა ზეს უყურებს გამომხედა არა ბიძიო მაგას დღეს ვერავ დილიდან დავიწყოთ ბიძიო ვალე დილიდან სამი საათი და ვერ მეიწრება ეს სამი საათი და ვერ მისო წინა წელი იმ ნიშნითაც იყო გამორჩეული რომ ერისიონი უკვე აი ფინიშის სწორზე გავიდა და ფაქტობრივად დამთავრდა ის დიდებული შენობა, რომელსაც აი ყველანი ველოდი და მართლაც აი ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია ჩვენმა სახელმწიფომ საიმისოდ რომ გამორჩეულ ანსამბლს და მართლაც სასიხადულო სახელმწიფო ანსამბლს ერისიონს ქონოდა ისეთი ადგილსამყოფელი, რომელიც ეკადრება ასეთი დამსახურების ანსამბლს და ჩემო ვარიჩ ამაზე მინდა რომ თქვა ორიოდე სიტყვა. ჩემო გია ბატონო, ნამდვილად რა ვიცი საოცარი რამე მოხდა. პირველ რიგში მე მადლობა მინდა უთხრა ბატონ
მიხეილ გიორგაძეს მაშინ დელ ჩვენს მინისტრს, რომელმაც შენობა გადმოგცა, ეს იყო რამოდენიმე წლის უკან, ჯემალის სიცოცხლეში, ეს ბატონი ჯემალის დაწყებული თემა ესე ვთქვათ და სამწუხაროდ რაღაც მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა ამ შენობის რეაბილიტაცია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უთხრა ამ პროექტის სრული ჩამდგმელს, ქალბატონ თეატრულუკიანს ამისთვის დიდი მადლობა. დღევანდელ ჩვენს მინისტრს ქალბატონ თიკას რომ ყველა პროექტს არ არის აქ მარტო ერისიონზე ლაპარაკი, საერთოდ ქართულ ფოლკლორს, ქართულ სიმღერას, ცეკვას, ქართულ ხელოვნებას გვერდით უდგას, მთლიანად ქართულ კულტურას. ნამდვილად. და ბოლო შტრიხები დარჩა შენობის, რომელშიც ქალბატონი მინისტრის ჩართულია. და პირველ რიგში მადლობა მთავრობას, სახელმწიფოს. საბედნიეროდ ამ ადამიანებმა, ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ შეძლო და ასამს ესეთი საოცარი შენობა ექნება. მე ჩემი ხედა როგორც ერთმა ქართველმა და როგორც ფოლკლორისტმა განსაკუთრებით მინდა რომ ასევე ჩემი ხმა შეუერთო შენი მადლობის სიტყვებს, იმიტომ რომ ახალ წელს, ასე ვთქვათ, ახალ სახლობას იზეიმებს ერისიონი და მართლა მნიშვნელოვანი აბავი. სულ მალე და ყველა გახდებით აპროტის. ახლა შობა ახალი წელი ალილოს გარეშე წარმოუდგენელია და მოდით ხოთ ვიჭერთ რომ შემობრძანდე და ტრადიციული ლამაზი მართლაც მშვენიერი და განსაკუთრებული საზეიმო განწყობით გამორჩეული რაჭული ალილო დავაგუგუნოთ ჩვენი შოუს სცენაზე. კი ბატონო, აბა თხოვთ. ერთხელ დიდი მადლობა. მადლობა ჩვენს სტუმრებს, ანსამბლ ერისიოს. ეს ამით გელფიქრობები გითხოვდა მეგობრებო, კიდევ ერთხელ სული და გულით გილოცავთ შობა ახალ წელს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.